საქართველოს უახლოეს წარსულში არსებობს ორი ეპიზოდი, რომლებმაც ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურა საგრძნობლად შეარყია. 2019 წლის 20 ივნისის საქმე, რომელმაც ქვეყნის შიგნით არეულობისა და ესკალაციის საფრთხეები გაზარდა. პოლიციის იმიჯი შელახა, მოქალაქეები დააზარალა და ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიაყენა. და 2019 წლის აგვისტოს მოვლენების სოფელ ჩორჩანაში. ერთპიროვნული და შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რომელმაც შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხეები წარმოშვა ოკუპანტებთან. ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება გამოწვევის წინაშე დააყენა და დამატებით ტერიტორიის ოკუპაცია გამოიწვია. ორი გადაწყვეტილება, რომელმაც ორი კრიტიკული მომენტი წარმოშვა და ერთი პოლიტიკური ფიგურა, რომლის მოქმედებებმა სახელმწიფო ინტერესები ურთულესი გამოცდის წინაშე დააყენა. საქართველოს პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. გიორგი გახარიამ ბრალი ტელევიზიიდან გერმანიაში მოისმინა, რადგან ქვეყანა ბრალის წარდგენამდე რამდენიმე თვით ადრე სასწრაფოდ დატოვა. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიაზე პირველად გამოცხადდა და კრიტიკულ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცა. მეტიც, მის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აღიარებითი ჩვენების ეფექტიც კი ჰქონდა. თუმცა სანამ გახარიას თვითლუსტრაციას გავიხსენებთ, მანამდე გენერალურ პროკურორს მოვუსმინოთ. გამოძიებით დაადგენილია, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს იმჟამებელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამავდროულად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ. რამაც საოკუპაციო ხაზთან სამხედრო დაპირისპირების რეალური საფრთხეები წარმოშვა. თუმცა ის, რაც ზუსტად ვიცით, არის წინასწარ გააზრებული და განზრახული დანაშაული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რაც მკაფიოდ გამოჩნდა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე. იმ სხდომებზე, რომელშიც პირველად გახარია ფიზიკურად მონაწილეობდა, მეორედ კი დისტანციურად, საზღვარგარეთიდან. როგორც ვთქვით, ის ქვეყნიდან გაიქცა, მაგრამ რას გაიქცა? რისი შეეშინდა? როგორც ჩანს, სიმართლის. პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალდების სიზუსტე თავად გახარიას მიერ მიცემული ჩვენებიდანაც დასტურდება, რაც ტყუილებისა და ურთიერთგამომრიცხავი პასუხების ნაზავს წარმოადგენს. საგამოძიებო კომისიაზე პირველი გამოკითხვის დროს თქვა. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს. შემდეგ კი დისტანციურად გამოკითხვისას განაცხადა. საქართველოს მაშინ აი იმ დღეზე ეფექტური კონტროლი არ ქონდა და ამ დღეზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა საოკუპაციო ძალები. აპრილში ის ამბობდა, რომ ჩორჩანას მიმდებარე დღე საქართველოს კონტროლქვეშ იყო. ივლისში კი თქვა, რომ ოკუპანტების მიერ კონტროლდებოდა. რეალობა ის არის, რომ სანამ გახარია შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგამდა, მანამდე ადგილობრივები აღნიშნული დღით სარგებლობდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც იქ საგუშაგო ჩადგა, სიტუაცია დაიძაბა. ამ პოსტის ჩადგმამდე ეს ეგრეთ წოდებული რუსული დანაყოფები იყვნენ, მან დაბლა წყნელისია სოფელი და ხეობაში მდინარე ჩამოდის, მდინარის იქით იყვნენ. ისინი ამ პოსტის ჩადგმის შემდეგ ამოვიდნენ ზემოთ ჩვენ ტერიტორიაზე. სადღაც 140 ჰექტრამდე დაიკავეს ეს ტერიტორია. ცხადია, ეს ახალ კითხვას წარმოშობს. რა მიზნით ჩადგა გახარიამ საგუშაგო? აპრილში მან კითხვას ასე უპასუხა. დღეს საოკუპაციო ხაზი გადმოწეული არ არის. ეს არის მთავარი მიზანი. ხოლო მისი მორიგი ვერსია განსხვავებული აღმოჩნდა ივლისში. ჩვენ ვერ პატრულირები. ამ პატრულირების აღსადგენად იყო საჭირო ეს საგუშაგო. ორი განსხვავებული ვერსია, მაგრამ ერთი რეალობა, რომლითაც დღეს ქართული მხარე ვეღარ აკონტროლებს ტერიტორიას, რომელსაც ადრე აკონტროლებდა, რომელშიც შესვლა საშიში არ იყო და მეტიც, თურმე ინფრასტრუქტურული პროექტიც ხორციელდებოდა, რაც შეახსენეს კიდეც. სანამ საგუშაგო ჩაიდგმებოდა, იქ მანამდე იყო გზის სამუშაოები გასახორციელებელი. მუშაობდა ტექნიკა, შედიოდა ტრაქტორები.
მაგ შემთხვევაში თუ კონტროლს ვერ ახორციელებდით, რანაირად მუშაობდა ეს ტექნიკა იქ? მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. გახარია, რომ ჩორჩანას ეპიზოდზე საუბრისას უამრავ შეცდომას უშვებს და საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ეს საგამოძიებო კომისიაზე გამოჩნდა. აი, კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი. რაღაც მომენტში ამ ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ დაიწყო ადამიანების გატაცება, რამოდენიმე შემთხვევა იყო. იყო შეჩერება და დააბრუნეს უკან. გატაცებები არ ყოფილა. კი, ახსოვს რომ იყო დაკავებები იყო, გატაცება არ ვითქვით. რამდენიმე წამის შუალედში რომ უარყო საკუთარი განცხადება, ამაზე აღარ შევჩერდებით. უფრო საინტერესოა, რომ როგორც აღმოჩნდა, დაკავებების შესახებაც იცრუა. პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩორჩანას მკვიდრებიც გამოიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს. უშუალოდ ჩვენ სოფელთან და ჩვენ სოფლიდან და ჩვენი იმ მაგათ ეგრეთ წოდებული საზღვრიდან არავინ არ გადაუყვანიათ და არ ასწროს. თუმცა ამ სიცრუესთან ახლოსაც კი ვერ მივა ფაქტობრივი ტყუილი, რომელსაც გახარია აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ამბობს. დღეს არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ის მოსახლეობა სარგებლობს ამ ტერიტორიით ეხლა დღეს. ბევრად უფრო ეფექტურად ვიდრე ამას ახერხებ და სანამ ამას გავაკეთებ. ჩაიდგა თუ არა ეგ პოსტი, დავკარგეთ სარგებელი, ტყეში ვეღარ დავდივართ. საწოვარებზე საქონელი ვერ გაყვანს. იყო ბუნებრივი წიაღისეული ხრეში ვერ მოგვაქვს. მანამდე შეგვეძლო. ხრეშიც მოქონდა, ტყეშიც დავდიოდით. და ეს შედეგი სწორედ გახარიას თვითნებობას ან შესაძლოა სხვა რაიმე გაცილებით მძიმე დანაშაულს მოჰყვა, რასაც გამოძიება დაადგენს. თუმცა თვითნებობას რომ ადგილი ჰქონდა, ეს ჯერ უარყო. შეთანხმებას თუ არ მივახცინეთ ადამიანმა თავი თუ არ დამიქნია, მე იმას არ გავაკეთებ. მაგრამ შემდეგ თავადვე დაადასტურა. არ არსებობს თქვენ როდეს რომელიც ხაღალზე დაწყებული შინაგან საქმეთა მინისტრს საგუშაგოს განთავსება ვინმესთან შეთანხმებით. და მაინც იყო შეთანხმებული მისი ქმედებები შესაბამის უწყებებთან თუ არა. ამ კითხვის პასუხად კიც და არაც ერთ ადამიანს ეკუთვნის. მაგრამ თუ ერთ მხარეს გახარიას სპეკულაციებია, მეორე მხარეს არის გამოძიება და კონკრეტული ჩვენებები. პროკურატურაში მთავრობის ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელი კახა კახიშვილიც გამოიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ გახარიას საგუშაგოების ჩადგმის გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად მთავრობის ადმინისტრაციისთვის არასდროს მიუმართავს. ოფიციალური კორესპონდენცია ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინფორმირებობის მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არც ერთი უწყებიდან არ შემოსულა. არც ერთ თათბირზე, არც მთავრობის სხდომის ფორმატში ინფორმაცია მთავრობის წევრებისთვის და საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის არ ყოფილა. საბოლოო ჯამში კი გახარიას შეუთანხმებელმა ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ საგუშაგოს აღმართვის შესახებ სახელმწიფო ინტერესები დააზიანა. საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით 100 ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისაკენ. რამაც მხარეებს შორის შექმნა შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის რეალური საფრთხე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფლების, ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული ქმედებით გიორგი გახარიამ განზრახ გადაამეტა მისი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების დარღვევის შემადგენელი ნაწილია გახარიას მოქმედება 2019 წლის 20 ივნისის ღამესაც. მიმდინარე თავდაპირველად მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალადობრივ აქტივობებში გადაიზარდა. მომიტინგეთა ნაწილმა ძალადობის გზით სადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ინსტრუქციისა და კანონმდებლობის უგულებელყოფით დაავალა სპეციალურ საშუალებათა ერთობლივად პარალელურ რეჟიმში გამოყენება. ყოველგვარი გაფრთხილებისა და აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისათვის ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, რითაც ორგანიზება გაუწია მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. რამაც სახელმწიფო რამდენიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. გახარიას ქმედებებმა ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მსურველ რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებს მისცა შესაძლებლობა პოლიციის გადამეტებულ რეაგირებაზე გადაეტანათ აქცენტი მათ მიერვე ორგანიზებული შტურმიდან. შესაბამისად მოხდა ის, რომ გახარიამ მისი გადაწყვეტილებებით რადიკალურ ჯგუფებს და მათ პროპაგანდას ესკალაციისა და არეულობის ახალი ტალღისთვის შეუქმნა საბაბი.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტზე შტურმის აღკვეთა კანონის ფარგლებში ევალებოდა. თუმცა მისმა გადაწყვეტილებებმა მოქალაქეთა ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზების სახე მიიღო. ამ ბრალის ნაწილშიც საინტერესოა გახარიას ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც ერთგვარ აღიარებით ჩვენებას წარმოადგენს. თუმცა მეტი სიცხადისთვის ოდნავ წარსულში უნდა დავუბრუნდეთ. 2019 წელს ჯერ მედიასთან საერთო შეხვედრაზე, შემდეგ კი TV პირველზე გახარია ამბობდა. მე ვამბობ, რომ ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული არის ჩემი პასუხისმგებლობა. პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა? იმ შემთხვევებში, როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს, გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭაობს, გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუწია. სხვა შემთხვევებში რეზინის ტყვიებია ნაგულისხმები. ტყვიები, რომელმაც მოქალაქეებს მძიმე ზიანი მიაყენა და 20 ივნისის ღამის სურათი მთლიანად შეცვალა. ის საგამოძიებო კომისიაზევე ცდილობდა მთავარ საკითხზე პასუხისმგებლობის არიდებას, მაგრამ აქ ერთი საინტერესო დეტალია. 2019 წელს გახარია ამბობდა. განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქვს უფლება გამოიყენოთ ბრძანების განსაზღვრული სპეციალური საშუალებები, რომელიც არის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და შემდგომ უკვე ჭავლი. ჩვენ იძულებული გავხდით სამწუხაროდ, რომ ეს ყველაფერი გამოგვეყენებინა. საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კი გაირკვა, რომ საპოლიციო ძალების მოქმედების გეგმა ფაქტობრივად არც არსებობდა. ეს არის გეგმა და უამრავი ფურცელი არის ცარიელი. ღონისძიებაში მონაწილე ხელმძღვანელი პირების სახმისები, ცარიელი ფურცლებია. აი, რატო არის ეს ცარიელი? თქვენ ამის შესახებ მალევე შეიტყვეთ. რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როგორი იყო თქვენი რეაქცია? რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. და აი აქ კი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ გეგმის მიხედვით, თუ იქ რეზინის ტყვიების საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაშინ გაუგებარია, რატომ გასცა გახარიამ ტყვიების სროლის შეჩერების განკარგულება და არ გაუჩნდა კითხვა, თუ საერთოდ რატომ იყო გეგმით გაუთვალისწინებელი ტყვიები ადგილზე, რომელმაც რამდენიმე ახალგაზრდის ცხოვრება მთლიანად შეცვალა, რადგან მძიმე დაზიანებები მიიღეს. საქართველოს კი რეპუტაციული ზიანი მიადგა, რადგან სწორედ რეზინის ტყვიების გამოყენება გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი საბაბი, რის თანახმადაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული დარღვევა და სახელმწიფოს დაევალა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ასევე მიეცა რეკომენდაცია შეეფასებინა ღონისძიების დაგეგმვასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებები. შედეგად პროკურატურამ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად დაიწყო 20 ივნისის საქმის ხელახალი გამოძიება. რამდენიმე კვირის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ ექსპერტები. ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელშიც დაზარალებულები უშუალოდ მონაწილეობდნენ. იმისთვის, რომ აღდგენილიყო სრული სურათი და გამოკვეთილიყო დამნაშავე პირთა წრე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, მართალია სამართალდამცავებს შტურმის მოსაგერიებლად სპეცსაშუალებების გამოყენების უფლება ჰქონდათ, თუმცა ევროსასამართლომ ეჭქვეშ დააყენა საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები. კარგია რომ სტრასბურგის სასამართლო ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის ბუნებრივია სერიოზული კითხვები, კერძოდ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე. ასე რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი გიორგი გახარიას მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დავალებული ახალი საგამოძიებო მოქმედებების შედეგებიდან გამომდინარეობს. რატომღაც ახლა აღმოჩნდა, რომ ეგრეთ წოდებულ დასავლურ ოპოზიციას არ მოსწონს ქართული ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული ევროპული სასამართლოს რეკომენდაცია და სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულებას პოლიტიკურ დევნად ნათლავს. პროკურატურა სასამართლო არ არსებობს, რეალურად ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მდგენელით გაჟღენთილი საქმე. ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაცია და რა თქმა უნდა გაითვალისწინა ჩვენმა საგამოძიებო უწყებამ, რომ ხელახლა უნდა ჩატარებულიყო გამოძიება პროპორციულობასთან დაკავშირებით ძალის. ვისაუბრებენ პოლიტიკურ დევნაზე, ხო არ იტყვიან რომ ბატონი გახარია დამნაშავე არის, ხო?
ბატონი გახარია ჯერ საერთოდ რომ დავანებოთ სამართლებრივად პროკურატურის შეფასებას, ვინც ადევნებდა თვალყურს საგამოძიებო კომისიას, იმდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ ორ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რომ ჩვეულებრივ მოქალაქესაც რა თქმა უნდა საფუძვლიანი ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ იქ რაღაცა წესრიგში არ იყო. 20 ივნისის ღამით იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებები მაშინ აუხსნელი იყო. მაგალითად, გაუგებარი იყო, რატომ განალაგა სპეცრაზმელთა კორდონი პარლამენტის გარე პერიმეტრზე. რა დროსაც სპეცრაზმს აგრესიულად განწყობილი ჯგუფების პირისპირ 3 საათის განმავლობაში მოუწიათ უმოქმედოდ დგომა, რა დროსაც მათ წაართვეს აღჭურვილობა. დაშავდა ათობით პოლიციელი. აუხსნელი იყო, რატომ არ გამოიყენა პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი მაშინვე, როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდა. თუმცა ის რაც გაუგებარი იყო 2019 წელს, გასაგები თავად გახარიამ გახადა საგამოძიებო კომისიაზე, სადაც გაირკვა, რომ თურმე შინაგან საქმეთა მინისტრი საეჭვო გადაწყვეტილებებს საეჭვო ადამიანების გარემოცვაში იღებდა. მე ესეთი მნიშვნელოვანი რომელიმე უწყების წარმომადგენელი ხო არა? ბევრი სხვადასხვა ადამიანი იყო. არა, მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი ხო არ იმყოფებოდა რომელიმე დეპუტატების და თქვენი მოადგილეების გარდა. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. ნინო ლომჯარია იყო თქვენს გვერდით, რომელსაც წესით უნდა ახსოვდეს რა ბრძანებებს გასცემდით. მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე იყო თქვენს გვერდით. 2 წუთის წინ ვკითხეთ, ვინ იყო მნიშვნელოვანი უწყების ხელმძღვანელი მეთქი და ბევრი სხვა რა. ლომჯარია ესე ბევრი სხვა არის? თუ არ მახსოვდა იქ ლომჯარია რო არის ლომჯარია. აბა არის ლომჯარია. თქვენი დიდი ვინმეა ლომჯარია? ეს დეტალი, რომლის გაუბრალოებაც სურდა გახარიას, ნამდვილად ბევრ კითხვას აჩენს. ლომჯარია და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, რომლებიც დეკლარირებულად გარედან მართული რადიკალური ოპოზიციის სატელიტებს წარმოადგენდნენ, რატომ იყვნენ შინაგან საქმეთა მინისტრთან, როდესაც ის 20 ივნისის ოპერაციას მართავდა და არ იყვნენ ხალხთან. ფორმალურად ხომ ისინი სახალხო დამცველის ინსტიტუტის პირველი და მეორე პირები იყვნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ გახარია ბევრ სხვა პირში, რომლებიც თურმე არ ახსოვს, გერმანიის მაშინდელ ელჩსაც გულისხმობდა. გერმანიის ელჩი მაშინ იმყოფებოდა შენობაში, ის არ ყოფილა ჩემთან. ანუ ბატონი ჭოლაძე ტყუის, როდესაც ამბობს, რომ იმ ოთახში, საიდანაც თქვენ მართავდით ამ ოპერაციას და ბრძანებებს გასცემდით და ინფორმაციებს იღებდით, იქვე დივანზე ჩამომჯდარი ყავდათ გერმანიის ელჩი. ტყუის? არა, მაგ ოთახიდან მე არაფერს არ მართავდი. მე მაგ ოთახში ვიყავი ხოლმე, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვანი დავალებები იყო გასაცემი, მე გავდიოდი იქ იყო სხვა ოთახი. იმიტომ რომ იქ ელჩი იყო? იმიტომ რომ იქ ელჩი იყო, ამიტომ არა, იმიტომ რომ იქ ბევრი სხვა ადამიანებიც იყვნენ. მაგრამ ელჩიც იქ იყო. ელჩიც იქ იყო. აქაც იცურვა, როდესაც ჯერ თქვა გერმანიის ელჩი ჩემთან არ ყოფილაო. შემდეგ კი თქვა, რომ ოთახში კი იყვნენ ერთად, მაგრამ სხვა ოთახიდან ვმართავდი პროცესსო. და აღმოჩნდა, რომ იმ ოთახშიც არ ყოფილა მარტო. იმ პატარა ოთახში არავინ. მარტო იყავით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს ვიყავი. იმ პატარა ოთახში, საიდანაც ასე ეფექტურად მართავდა მიტინგის დაშლას, იყო 3 ადამიანი. გიორგი გახარიასთან ერთად იყო ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი და მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. იმ სხვა ოთახში მუდმივად სხვა არავინ არ იყო, თუმცა ვიღაც ადამიანები შედიოდნენ და გამოდიოდნენ, მათ შორის მეც. არ იყვნენ? ისევე როგორც ის მეს არ მიგთქვამს. ისევე როგორც ანუ იყვნენ ესე იგი თუ არ გითქვამთ. მართალია გახარიას გამოძიება საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას 2-ზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანების ორგანიზებას ედავება, მაგრამ გარემოება, რომ ის აქციის დაშლის გადაწყვეტილებას გარედან მართულ პირებთან ერთად იღებდა, ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, რომ ის შესაძლოა კონკრეტული მითითებების შესაბამისად აყენებდა ქვეყანას შიდა არეულობის ზღვართან, მმართველ გუნდს კი ხელოვნური სირთულეების წინაშე. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ ქვეყნიდან პასუხისმგებლობას გაქცეულმა გახარიამ თავი გერმანიაში შეაფარა. ჰერტის სკოლამ კვლევარად დაასაქმა და სტიპენდია დაუნიშნა, რომელიც ბრიუსელში ევროკომისიაში ვიზიტებს და ინტერვიუებს მოიცავს. ეს კი ზუსტად მაშინ, როდესაც მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა და წინასწარი პატიმრობაც შეეფარდა. პირდაპირ ხელის გულზედებს პოლიტიკური კორუფცია და უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის დაქირავება პოლიტიკური დღესასრიგის გასატარებლად. როგორც ჩანს, გახარია ახლა უკვე საზღვარგარეთიდან გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და მისთვის მიცემული სტიპენდიის ეფექტიც უახლოეს მომავალში გამოჩნდება. თუმცა მანამდე რაც ჩანს და რაც კონკრეტული ფაქტებით დასტურდება არის მისი კონკრეტული ბრალეულობა ჩორჩანასა და 20 ივნისის ეპიზოდებზე, რაც სახელმწიფოს ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების გამოვლინებებია კონკრეტული შედეგებით. ჩორჩანას ეპიზოდზე ეს იყო შეიარაღებული კონფლიქტის რეალური საფრთხე, დაკარგული ტყის მასივი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი სოფლები. 20 ივნისის ეპიზოდზე კი გახარიამ რადიკალურ ჯგუფებს საბაბი შეუქმნა შიდა არეულობის ორგანიზებისთვის. მისმა გადაწყვეტილებებმა საშუალება მისცა მოძალადე ჯგუფებს პარლამენტის შტურმის მცდელობიდან აქცენტი პოლიციის მოქმედებებზე გადაეტანათ.
სახელმწიფოს და მმართველ გუნდს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, მოქალაქეებს კი მძიმე დაზიანებები. და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არ არის, რადგან საქმეებზე გამოძიება გრძელდება. არსებული მდგომარეობით კი ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას ბრალი 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.